დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ენდოკარდიტი. ენდოკარდიტი არის გულის შიგნითა გარსის ენდოკარდიუმის ანთება. ენდოკარდიუმი აფენს გულის საკნებს და სარქლებს. ყველაზე ხშირად ენდოკარდიტი აზიანებს გულის სარქლებს. ენდოკარდიტი უმეტესად ინფექციურია, თუმცა არსებობს არაინფექციური ფორმებიც. ინფექციური ენდოკარდიტი ყველაზე ხშირი გამომწვევია. სხვადასხვა ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს ენდოკარდიტი, მათ შორის სტრეპტოკოკები, ენტეროკოკები, სტაფილოკოკები, ჰასკ ჯგუფის ბაქტერიები, სოკოები, უფრო იშვიათია ვიდრე ბაქტერიული ენდოკარდიტი. ძირითადად ვითარდება იმუნოკომპრომეტირებულ პირებში, აივ ინფექცია, ქიმიოთერაპია, იმუნოსუპრესიული მკურნალობა. სხვა მიკროორგანიზმები, ძალიან იშვიათად ქლამიდიები, მიკოპლაზმები, რიკეტსიები, პარაზიტები. არაინფექციური ენდოკარდიტი. მარანტიკული ენდოკარდიტი ვითარდება სიმსივნური დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვის, კუჭის, პანკრეასის ადენოკარცინომის ფონზე. ლიბმან-საქსის ენდოკარდიტი დამახასიათებელია სისტემური წითელი მგლურასთვის. რევმატიული ენდოკარდიტი ვითარდება რევმატიზმის დროს, მწვავე რევმატიული ცხელება. როგორ ხდება ინფექცია გულში? ბაქტერიემია, ბაქტერიები სისხლში შეიძლება მოხვდნენ. სტომატოლოგიური პროცედურების დროს, კბილის ექსტრაქცია, ფესვის არხების მკურნალობა. ინფექციური პროცესების დროს, პნევმონია, პიელონეფრიტი, კანის ინფექციები. ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებისას. ქირურგიული ოპერაციების დროს. სამედიცინო მანიპულაციების დროს, ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა, ბრონქოსკოპია, კოლონოსკოპია. გულის წინასწარ არსებული დაზიანება, ენდოკარდიტი უფრო ხშირად ვითარდება, თუ გულის სარქველები უკვე დაზიანებულია. თანდაყოლილი გულის მანკები. რევმატიზმით გამოწვეული სარქლოვანი მანკები. სარქლის პროთეზი. გადატანილი ენდოკარდიტი. ენდოკარდიტის სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და განსხვავდებოდეს დაავადების გამომწვევის, მიმდინარეობის, პაციენტის ასაკისა და თანხლები დაავადებების მიხედვით. ზოგადი სიმპტომები. ცხელება, ხშირად მაღალი, შემცივნებით. სისუსტე, დაღლილობა. ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით. წონის კლება. კუნთებისა და სახსრების ტკივილი. გულის მხრივ სიმპტომები. შვილი გულში, ახალი ან შეცვლილი. გულის უკმარისობის ნიშნები, ქოშინი, შეშუპება. სხვა ორგანოების დაზიანების სიმპტომები. კანზე გამონაყარი, პეტექიები, წვრილი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ჯეინუეის ლაქები, უმტკივნეულო, წითელი ლაქები ხელის გულებზე და ტერფებზე, ოსლერის კვანძები, მტკივნეული, წითელი კვანძები თითებზე. თვალის ბადურაზე სისხლჩაქცევები, როთის ლაქები. თირკმლის დაზიანება, სისხლის შარდში, შეშუპება. ელენქის გადიდება. ნევროლოგიური სიმპტომები, ინსულტი, თავის ტკივილი, გონების დაბინდვა. ენდოკარდიტის დიაგნოსტიკა ეყრდნობა კლინიკურ სურათს, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. ანამნეზი და ფიზიკური გასინჯვა, ექიმი დეტალურად გამოკითხავს პაციენტს სიმპტომების, რისკ ფაქტორების, გულის დაავადებები, ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება, ბოლოდროინდელი სამედიცინო მანიპულაციების შესახებ, მოусმენს გულს, შვილის არსებობა. სისხლის კულტურა, სისხლის დათესვა, ენდოკარდიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი. სისხლის ნიმუშს იღებენ ვენიდან რამდენჯერმე სხვადასხვა დროს და ათავსებენ სპეციალურ მკვებავ-არეზე ბაქტერიების გამოსაყოფად და მათი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დასადგენად. ეკოკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა. საშუალებას იძლევა შეფასდეს გულის სარქლების მდგომარეობა, გამოვლინდეს ვეგეტაციები, მიკროორგანიზმების გროვები სარქველებზე, აბსცესები. არსებობს ორი ძირითადი ტიპი. ტრანსთორაკალური ეკოკარდიოგრაფია, გადამწოდი თავსდება გულმკერდის ზედაპირზე. ტრანსეზოფაგური ეკოკარდიოგრაფია, გადამწოდი თავსდება საყლაპავ მილში, რაც უფრო დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. სხვა ლაბორატორიული ანალიზები. სისხლის საერთო ანალიზი, შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტოზი, ეთსის მომატება. შარდის საერთო ანალიზი, შეიძლება აღინიშნოს სისხლი, ცილა. ბიოქიმიური ანალიზები, შეიძლება აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. სხვა გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ენდოკარდიტის მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია, მედიკამენტური, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ანტიბიოტიკოთერაპია, ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობის საფუძველი. ანტიბიოტიკები ინიშნება ინტრავენურად, მაღალი დოზებით, ხანგრძლივი კურსით, 4-6 კვირა ან მეტი. ანტიბიოტიკის არჩევა დამოკიდებულია გამომწვევზე და მის მგრძნობელობაზე. ხშირად გამოიყენება ანტიბიოტიკების კომბინაცია. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, გამოიყენება სოკოვანი ენდოკარდიტის დროს. სიმპტომური მკურნალობა. სიცხის დამწევის საშუალებები. ტკივილგამაყუჩებლები. გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები, შარდმდენები, გულის გლიკოზიდები, AKT ინჰიბიტორები. ქირურგიული მკურნალობა, შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგ შემთხვევებში. გულის მძიმე უკმარისობა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას. სარქლის დიდი ვეგეტაციები, რომლებიც ემბოლიის, სისხლძარღვის დახშობის რისკს ზრდის. სარქლის ირგვლივ აბსცესის განვითარება. სოკოვანი ენდოკარდიტი, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას. სარქლის პროთეზის ენდოკარდიტი. სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი, ზოგადი, არასრული. ანტიბიოტიკები. პენიცილინები, ბენზილპენიცილინი, ამოქსიცილინი, ოქსაცილინი. ცეფალოსპორინები, ცეფტრიაქსონი, ცეფაზოლინი. ვანკომიცინი. გენტამიცინი. რიფამპიცინი. დაპტომიცინი. ლინეზოლიდი. და სხვა. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ამფოტერიცინიბ. ფლუკონაზოლი. ვორიკონაზოლი. კასპოფუნგინი. და სხვა. გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები. შარდმდენები, ფუროსემიდი, ტორასემიდი. AKT ინჰიბიტორები, ენალაპრილი, ლიზინოპრილი. ბეტა-ბლოკატორები, მეტოპროლოლი, კარვედილოლი. გულის გლიკოზიდები, დიგოქსინი. და სხვა. პროფილაქტიკა. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან. ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა სტომატოლოგიური და სხვა ინვაზიური პროცედურების წინ, მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის მანკების სარქლის პროთეზი, გადატანილი ენდოკარდიტი. ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება. ცხოვრების წესი ენდოკარდიტის გადატანის შემდეგ. რეგულარული ვიზიტი კარდიოლოგთან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბალანსირებული კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, მოწევისგან თავის შეკავება. ინფექციების დროული მკურნალობა და სვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.